დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 603 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს 6 თვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება. სოფლად სახლის შესყიდვის პროექტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება. მიმდინარე წელს სააგენტომ ახალი საცხოვრებელი 1132 დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა და ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მხოლოდ ამ წლის მანძილზე ამ პროგრამისთვის 55 მილიონი ლარი გამოყო მთავრობამ. ჩვენ ფაქტიურად სრულად ავითვისეთ ეს ბიუჯეტი წელს. მომავალ წელს 70 მილიონ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი და ჩვენ გვაქვს რამდენიმე წლიანი პროგრამა ამ კუთხით, სადაც საკმაოდ დიდი თანხები იქნება ჩადებული, მობილიზებული ხელისუფლების მხრიდან. მე ვფიქრობ, ეს საკმაოდ კარგი პროგრამა არის, რომელსაც კარგი შედეგები აქვს და იმ მასობრივ ჩასახლებებთან ერთად, რომელსაც სახელმწიფო და მთავრობა ახორციელებს და იცით თქვენ ასობით დევნილს ჩვენ უკვე გადავეცით ბინები კორპუსებში, რომელიც სხვადასხვა რეგიონებში შენდება. აი ეს პროგრამაც ჩვენ ხელს გვიწყობს იმაში, რომ ბევრი ადამიანი ღირსეულ პირობებში დასახლდეს. დასრულდა სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში კომისიის ხდომა. 603 დევნილმა ოჯახმა მიიღო დადებითი პასუხი კომისიის მუშაობის ფარგლებში და წლის განმავლობაში, წლის ბოლომდე მათ შეეძლებათ წარმოადგინონ სახლები. დევნილთა სააგენტო ჯანდაცვის სამინისტრო შეუსყიდის ახალ სახლებს. ეს პროექტი უკვე დიდი ხანია მუშაობს სააგენტოში. ხოლო წელს უკვე 1132 ბენეფიციარი დავაკმაყოფილეთ. პროექტი ძალიან წარმატებულია და გაგრძელდება მომავალ წლებშიც.